არტისტი ანდრო დადიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების და მის მიმართ მუქარის გამო ქვეყნის დროებით დატოვება მოუწია. ის საჯარო პოსტში ყვება, რომ მიიღო გაფრთხილება, გაჩუმებულიყო და გაჩერებულიყო. მუქარებს მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს და ფიქრობს, რომ რეჟიმი ცდილობს აქციებზე დგომის გამო მას დანაშაული დააბრალოს და ნებისმიერი მიზეზით დაიჭიროს. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების პარალელურად დღითიდღე დამძიმდა ჩემი უსაფრთხოება. რამდენიმე ხნის წინ ძალოვანი სტრუქტურებისგან მივიღე გენერალური გაფრთხილება, გავჩუმებულიყავი და გავჩერებულიყავი. ყველა სახლიდან გასვლა დანის პირზე სიარულს გავდა. სულ იყო საფრთხე, რომ რაიმეს ჩამიდებდნენ ჯიბეში, ან სახლში მისულს დამიკაკუნებდნენ კარზე და ჯაკუზიში კალაშნიკოვს აღმომიჩენდნენ, ან კილოგრამ ნარკოტიკს. უსაფრთხოების შესახებ რამდენიმე კონსულტაციის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დროებით დამეტოვებინა ქვეყანა და ბერლინს შევაფარე თავი. ახლა საპატიმროში ჯდომას და კიდევ ერთი მსხვერპლის გამოხსნისთვის ბრძოლას ასეჯობდა ყველასთვის. გონის შორიდანაც შევძლებთ გავაკეთოთ რაიმე ჩვენი ქვეყნისთვის. მორჩებიან ეს ფაშისტები და ერთად გავაგრძელებთ უკეთესი ქვეყნისთვის შრომას. გავიმარჯვებთ სახელოვნად.